ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰაერის დაბინძურება თითოეული ჩვენგანისთვის საჭირო ბოროტო საკითხად იქცა. კვლევების შედეგები და მნიშვნელოვანი გაფრთხილებები, რას ვსუნთქავთ და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე. რამდენად სერიოზულია ვითარება დღეს და რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო რათა მოქალაქეებს უფრო სუფთა ჰაერი ჰქონდეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ლაშა ახალაია. საქართველოში ჰაერის ხარისხის დაბინძურების კუთხით ძირითადი პრობლემური ნივთიერებები არის მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი. მყარი ნაწილაკების დაბინძურების წყაროებში მნიშვნელოვანია აღინიშნოს როგორც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული დაბინძურება, აგრეთვე ბუნებრივი წყაროები. რაც შეეხება აზოტის დიოქსიდს, აზოტის დიოქსიდის ძირითადი წყარო გახლავთ წვის პროცესები, განსაკუთრებით ავტოტრანსპორტი, მსხვილ ურბანულ დასახლებებში, ისეთებში როგორც არის ქალაქი თბილისი, ქალაქი რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი. თუმცა აქაც თავისი სპეციფიკა აქვს, მაგალითად ქალაქ რუსთავის ხელი წერტილი არის მყარი ნაწილაკების დაბინძურების კუთხით, ქალაქ თბილისში უფრო მეტად პრობლემური არის აზოტის დიოქსიდი, მაღალი ტრანსპორტის კონცენტრაციიდან გამომდინარე. მსგავსი სიტუაცია არის ქალაქ ბათუმში, სადაც ასევე ტრანსპორტის სექტორი წარმოადგენს პრობლემას, ხოლო ქალაქ ქუთაისში პრინციპში ორივე ეს ფაქტორი არის პრობლემური. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წლებია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოს დაცვითი საფრთხეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს და გადაიქცა უხილავ, მაგრამ მუდმივ რისკად. რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორ ვუდგებით ამ პრობლემას? ერთი რომ ცენტრალურ დონეზე ჩვენ ვცდილობთ რომ განვახორციელოთ ქმედებები, რათა შესაბამისი სექტორებიდან შევამციროთ დაბინძურება, მაგალითად მყარი ნაწილაკების დაბინძურების შესამცირებლად ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, რომ საწარმოო სექტორიდან შემცირდეს დაბინძურება და რაც საბოლოო დადებითად აისახა ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება დაფიქსირდა. გარდა ამისა, საკანონმდებლო ვალდებულებას წარმოადგენს, რომ შევიმუშაოთ ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები უკვე რეგიონულ დონეზე, ანუ საქართველო დაყოფილია 5 ზონად და ერთ აგლომერაციად. იმ ზონაში და აგლომერაციაში, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა ფიქსირდება, საჭიროა რომ შემუშავდეს გეგმა და გამოჯობესდეს ჰაერის ხარისხი. ასეთი პრობლემა ფიქსირდება 3 ზონასა და ერთ თბილისის აგლომერაციაში. და სწორედ აი ამ გეგმების ფარგლებში უნდა დავგეგმოთ ამბიციური ქმედებები, რომ პრობლემა შევარბილოთ და შევამციროთ ჰაერის დაბინძურება რეგიონულ დონეზე. ჰაერი ის რაც სიცოცხლის საშუალებას გვაძლევს დღეს საქართველოში სულ უფრო მძიმე ტვირთად გვევლინება. მანქანების გამონაბოლქვი, საწარმოებისა და ნარჩენებისგან წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები ყოველდღიურად იფარება ჩვენს სუნთქვაში. სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავარი მიზეზი კვლავ ავტომობილების გამონაბოლქვია. უხილავი საფრთხე, რომელიც თვალწინ ვითარდება, მაგრამ ჩვენს ჯანმრთელობაზე მყისერად მოქმედებს. შემოდგომის მოსვლასთან ერთად პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება. ფოთლების დაწვით გამოყოფილი ტოქსიკური კვამლი ჰაერს კიდევ უფრო აბინძურებს. სიტუაცია თვალნათლივ ჩანს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოვისმინოთ, რას ამბობს ერთ-ერთი მათგანი. ჩემი აზრით, ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი არის მანქანების გამონაბოლქვი. თუ შემოიტანენ ისეთ ტრანსპორტს, რომელიც უფრო თუნდაც ნაკლებ გამონაბოლქვს გამოუშვებს, ან საერთოდ არ გამოუშვებს გამონაბოლქვს, მაგალითად, როგორც იქნება ელექტროავტობუსები ან მსგავსი სატრანსპორტო საშუალებები, ეს მოგვარებს პრობლემას. დაბინძურებული ჰაერი. ეს არ არის მხოლოდ ბუნების პრობლემა. ეს უშუალოდ ჩვენ ჯანმრთელობას ეხება. დიდ ქალაქებში ყოველდღიურად სუნთქვა თითქმის ყოველთვის მავნე ნივთიერებებთან შეხებას ნიშნავს. ავტომობილების გამონაბოლქვი, საწარმოების და ნარჩენების კვამლი აზიანებს ფილტვებს, იწვევს ალერგიას, ასთმას და სხვადასხვა დაავადებებს. რეგულაციების არსებობის მიუხედავად, ჰაერის ხარისხის დასაცავად სახელმწიფოს გარდა თითოეულ ჩვენგვარს პასუხისმგებლობა ეკისრება. მხოლოდ ერთად, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებით, რეგულაციების დაცვით და გარემოს დაცვითი ნაბიჯებით შეგვიძლია შექმნათ ქალაქი, სადაც სუფთა ჰაერი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება და მომავალ თაობას დაუტოვებს ჯანმრთელ, სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს.